მოძრაობა დავითიანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ახალ პროექტს იწყებს. უახლოეს პერიოდში ფრენბურთის ტურნირები გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ამჯერად შეჯიბრი ვაჟთა შორის გაიმართება. ღონისძიება პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობა დავითიანის პარტნიორი სკოლები. დავითიანი მხარს უჭერს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც გამოიხატება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაგეგმვითა და განხორციელებით. ეს პრაქტიკა ჩვენთვის ახალი არ არის. დავითიანი წარსულშიც წინა წლების განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, როგორიც არის მაგალითად მკლავჭიდი, როგორიც არის ფეხბურთი, ფრენბურთიც და ბოლო შემთხვევა იყო სწორედ შარშან განხორციელდა ჩატარდა ფრენბურთის ჩემპიონატი თბილისის ჩვენს პარტნიორ სკოლებში, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ აქტივობას ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა თვითონ სკოლების მხრიდანაც, გადავწყვიტეთ წელსაც ჩავატაროთ ფრენბურთის ჩემპიონატი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საორგანიზაციო საქმიანობები. მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის ფარგლებში დავითიანი თანამშრომლობს ფრენბურთის ფედერაციასთან, რომელიც პარტნიორობას გვიწევს ამ ღონისძიების, ამ სპორტული აქტივობის ფარგლებში და მათი დახმარებით და ჩართულობით განხორციელდება კონკრეტულად ეს პროექტი. ფრენბურთში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში სკოლებს ენიჭებათ კონკრეტული ქულა, რაც სკოლებს ეხმარება პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში, საბოლოო გამარჯვების მოპოვებაში და საბოლოო პრიზის მიღებაში, მთავარი პრიზის, ასე ვთქვათ, რაც არის მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში. სკოლების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდი არის ამ აქტივობის მიმართ. ჩემპიონატი ხელს უწყობს სკოლებს შორის ურთიერთობების და მეგობრობის გაღრმავებას და ასევე ლიდერთა კლუბებს ეხმარება იმ ცოდნისა და უნარჩვევების პრაქტიკაში გამოყენებაში, რასაც ისინი იღებენ დავითიანში ჩვენთან ტრენინგების საშუალებით არაფორმალური განათლების გზით. შეგახსენებთ, რომ პროექტი წიგნიერი ლიდერი 2009 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი თბილისის 30 სკოლასთან თანამშრომლობს. საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 19 თებერვალს დაიწყება. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. შეჯიბრი ქუთაისსა და თბილისში გაიმართება. როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ აღნიშნა, გამარჯვებულები ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურებს მიიღებენ, რომელიც 26 აპრილს ხორვატიაში გაიმართება. 19 თებერვლიდან იწყება საქართველოს ჩემპიონატები 11-13 15 წლამდე კატეგორიებში. 9 წლიდან 11 წლამდე გაიმართება ქუთაისში, ხოლო 13-დან 15-მდე თბილისი უმასპინძლებს. გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურით. რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ასე რომ ველოდებით საკმაოდ დიდ რაოდენობას მონაწილეების. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა 93 და ვაჟთა 85 ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა. შეჯიბრი თბილისში ჩატარდა. გამარჯვებულებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქალთა ევროპის ჩემპიონატი 24 მაისს ბათუმში გაიმართება, ხოლო ვაჟთა ჩემპიონატი 6 აპრილს პოლონეთში ჩატარდება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ ტურნირი შეაჯამა და მიღწეულ შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. დასრულდა საქართველოს ქალთა 93 ჩემპიონატი და საქართველოს ვაჟთა 85 ჩემპიონატი. ჩემპიონატებმა ძალიან დაძაბულ რეჟიმში ჩაიარა, დაწესებული იყო საერთო საპრიზო ფონდი 60,000 ლარი. ესევე პირველ სამეულში გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ ევროპის ჩემპიონატის საგზურებით. მათ შეეძლებათ ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ქალთა შორის პირველ ადგილზე დამაჯერებლად გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც 1 ტურით გაინაღდა. მეორე ადგილზე გავიდა ლილა ჯავახიშვილი, ხოლო მესამეზე მერი არაბიძე. სამივე მათგანი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ვაჟთა ჩემპიონატი უფრო დაძაბულად წარიმართა, პრაქტიკულად ბოლო ტურამდე არ ვიცოდეთ საპრიზო სამეულში ვინ გავიდოდა. ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბაადურ ჯობავა, შეიძლება ითქვას ის ქართული ვაჟთა ჭადრაკის ლიდერია უკვე 2 ათეული წელიწადი, ასე რომ მისი ჩემპიონობა არავის სიურპრიზი არ ყოფილა. მეორეზე გავიდა თორნიკე სანიკიძე, ხოლო მესამე ადგილი უკვე ახალგაზრდა მოჭადრაკე ლუკა კილაძემ დაიკავა. კარგი ხანია, ესე იგი ვაჟთა ჩემპიონატებში ესეთი აი ვთქვათ ახალგაზრდა ასაკის 16 წლის ბავშვი არ გასულა. ესე რომ მას შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა. ნუ სამი მათგანი ასაკურად დაჯილდოვდა ევროპის ჩემპიონატის საგზურებით.
მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური მედიის ხშირი გამოყენება ბავშვებში ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას იწვევს. მეცნიერები 4 წლის განმავლობაში 9-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს აკვირდებოდნენ. აღნიშნული კვლევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვედეთში ჩატარდა. დაკვირვებით დადგინდა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ინტენსიურად იყენებდნენ სოციალურ ქსელებს, ყურადღების დაქვეითება და გონებრივი გაფანტულობის სიმპტომები უფრო ხშირად ვლინდებოდა. განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა ინსტაგრამი და ტიკტოკი. ტელევიზორის ყურებასა და ვიდეო თამაშებს მსგავსი ეფექტი არ ჰქონია. კვლევაში 8324 ბავშვი მონაწილეობდა.